დილომშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვაგრძელებთ უკვე ფინალური ბლოკით. ბოლო ძალიან საინტერესო სტუმარი შემოგვიერთდა. დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ და ეს თემაც ძალიან აქტუალურია. თაკო დამეთახმები ალბათ. კი ბატონო, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სტატია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ ღორის აფრიკული ჭირი საკმაოდ გავრცელდა საქართველოში და სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. მიხეილ სოხაძე, ვეტერინარი, FAO Georgia's პროექტის მენეჯერი შემოგვიერთდა. დილომშვიდობის ბატონო მიხეილ, ძალიან საინტერესო თემა, ორიოდე სიტყვით კადრის მიღმაც გავცვალეთ აზრები და მოდი მაყურებლისთვის და იმ გამოხმაურებებიდან გამომდინარე, რომელიც სოციალურ ქსელებში შემომხვდა და ამოვიკითხე, პირველ შეკითხვას ასე დავსვამ, გადადის თუ არა ეს ჭირი სხვა ცხოველებზე? მოგესალმებით დილომშვიდობისა. ცოტა არაკომფორტულად თავს, იმიტომ რომ ესეთი კაი ხელოვნების თემიდან გადავიდეთ. რას ამბობ? ყველა თემა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ხო, რა თქმა უნდა, ყველას გვაღელვებს, დავიწყოთ იმით, რომ ეს ღორის აფრიკული ცხელება, რომელიც ხშირად ეშლებათ ღორის გრიპში, არაფერი საერთო ერთმანეთთან არა, გარდა იმისა, რომ ვირუსია. ეს არის შიდა სახეობრივი დაავადება და ასე ვთქვათ, ემართება მხოლოდ და მხოლოდ ღორს და შეგვიძლია ამ მიმართულებით მშვიდად ვარ. არც ერთ სხვა სახეობას დედამიწის ზურგზე. მათ შორის არც ადამიანი. არა, თავისთავად ცხადია, არც ადამიანს არ ემართება. კი ბატონო, ხო ეს არ გახლავთ ზოონოზური დაავადება. ის თვითონ სახელის გეუბნებათ, მისი სამშობლო აფრიკა არის, ეს აფრიკული დაავადება არის, რომელიც რამოდენიმეჯერ სცადა დაავადებამ ევროპის კონტინენტზე ფეხის მოკიდება, იცით რა არის, საერთოდ ასია ეს ქვეყანა მოწყობილი, რომ ვირუსებსაც უნდათ გავრცელება ტერიტორიების, ასე ვთქვათ, ადაპტირება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, მithumetes ახლა აი ეს გლობალური დათბობაც ხელს უწყობს, აი აფრიკიდან ნელ-ნელა ძევით მოდის, სხვადასხვა მწერი, ვექტორული დაავადებები, მათ გადააქვთ ფრინველების ციცვილი სამიგრაციო გზებს, მოკლედ დედამიწას ყოველთვის აქვს ხოლმე და ადამიანს და ვირუსებს, ბაქტერიებს საკმაოდ ხშირად გვაქვს ხოლმე ჭიდილი ერთმანეთთან რომელს რა და ზოგჯერ სამწუხაროდ იმარჯვებს ხოლმე და იცით რამე პანდემიებიც არსებობს. მაგრამ ეს მარტო ადამიანის პრობლემა არ არის, სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის პრობლემა არის. საქართველოში ღორის აფრიკული ცხელება, რომელსაც ჭირსაც ვეძახით, თუმცა ჭირი უფრო აი გაჭიროებიდან მოდის და ყველა დაავადება ჭირია თავისი ვთქვათ, შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოში დაფიქსირდა 2007 წელს ოფიციალურად. ხო, ანუ ეს არ არის ახალი, არ არის სიახლე. იცით რა არის, სანამ მაგას ვიტყოდეთ, საერთოდ ნებისმიერი დაავადება, სანამ ლაბორატორიულად არ დადასტურდება, ეს არის ეჭვის დონეზე. ასე რომ სანამ არ აქვს ლაბორატორიული დადასტურება, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიეჭვოთ. თუ რა თქმა უნდა, გაძლევს იქ სიტუაცია როგორია, იქ დაავადების მიმდინარეობა, იქ სხვადასხვა ანამნეზი და შემდეგ ასე რომ შეგიძლია ვეტერინარს გამოვა გარკვეული დასკვნები, თუმცა საბოლოო ვერდიქტი ეს არის ლაბორატორიის. ამიტომ დღეს თუ ვისაუბრებთ ღორის აფრიკულ ცხელებაზე, ვისაუბრებთ მხოლოდ აი ეჭვის დონეზე, იმიტომ რომ როგორც ვიცი ლაბორატორიული. არა, არის, მაგრამ ნუ არ ვიცი მე რამდენად დაისვა თუ არა დიაგნოზი, მე როგორც ვიცი, ჯერ დიაგნოზი არ დასრულა. თუმცა ნუ ხა წინასწარი ეჭვით ეს ღორის აფრიკული ცხელება არის, რომელიც საქართველოში როგორც მოგახსენეთ 2007 წელს დაფიქსირდა, თუმცა ის ცოტა ადრე შემოვიდა 2006 წლის გვიან შემოდგომაზე. მაშინ ცოტა სუსტი იყო ვეტერინარის სამსახური, ერთი ანუ იცვლიდა გარკვეულ საკითხ ფორმას, მაგრამ ამან იმდენად დიდი როლი არ ითამაშა, ამდენადაც იმათ რომ გარკვეულწილად არ დაუჯერეს მაშინ ვეტერინარებს. და ქვეყანაში არსებობდა კომპენსაციის პოლიტიკა. არც ეხლა პრინციპში ღორებში, მაგრამ დაწყებულია და აი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხდა პირველი კომპენსაციის გაცემა ოღონდ ჯილეხზე სხიულ რქოსან პირუტყში. რაც ღორში არ არსებობდა და ამიტომ დაავადების დროულად ლოკალიზება ვერ მოხდა. თორემ მსგავსი გამოცდილება არსებობდა ესპანეთში, სხვადასხვა დედამიწაზე სხვადასხვაგან სცადა დაავადება, როგორც ვიკითხარით, გასვლა. საბჭოთა კავშირშიც იყო 78 წელს, მაგრამ მაშინ საკმაოდ დროული რეაგირება არის ყველაზე მთავარი. ხო, მარტივად რო აღესდა დაავადება დაფიქსირდა, ხო, ძალიან სწრაფად უნდა არსებობდეს შეტყობინება, იმიტომ რომ ფერმერმა იცის ღორი მოუკვდა, ამიტომ დროზე ატყობინებს, რომ ეს კომპენსაცია არ დაკარგოს და ეს ყველაფერი ეხმარება შემდეგ უკვე სახელმწიფოს, რომ დროულად აღმოფხვრას დაავადება. ან აღმოფხვრას ან გააკონტროლოს, ნუ სხვადასხვა დაავადების შინაარსიდან გამომდინარე. და რაც მოხდა
საბჭოთა კავშირში ეს იყო დროულად მოხდა იქ გარშემო შემოისაზღვრა იქ შიგნი პირუტყვი ღორები პირწმინდად განადგურდა იქ გადაადგილება შეიზღუდა და ასე მოკლედ დაავადება არ გავრცელებულა ლოკალიზდან კი ბატონო რაც შეეხება საქართველოში სავარაუდოდ ორი ვარიანტი არსებობს ერთი არის ფოთიდან და მეორე არაკონტროლებადი ტერიტორიიდან აფხაზეთიდან რაც ხო ოკუპირებულ ზონებში საკმაოდ დიდ რისკს წარმოადგენს დანარჩენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ვერაფერს არაფერი კონტროლდება. ჯერ რუსეთში როგორ კონტროლდება ეს ერთი საკითხი და მეორე ხა მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სხვათა შორის ეხლა ხანს უკვე ფუტკრის პარაზიტული დაავადება სწორედ აი ამ ტერიტორიიდან შემოვიდა. მაგრამ ნუ აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება, ხოლო მეორე ვარიანტი ეს გახლავთ ფოთი, იმიტომ რომ ფოთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტია მოგეხსენებათ. ჩიხია გარკვეულწილად იმიტომ რომ შემოსული გემი იქვე იცლება ესე ვთქვათ ნაგვისკენ რომელიც კარგად უნდა დაიწვას დაიბუგოს და აი ერთი დიდი კონტეინერიდან ერთი პატარა ის უნდა დარჩეს ფერფლი ესე ვთქვათ და სავარაუდოდ ეს არ მოხდა ნუ ეს ვარაუდის დონეზე და შემდეგ ეს მოხდა კვალიას ტომის ტბაში საიდანაც ღორებში გავრცელდა და მოკლედ უცებ მოედო ქვეყანას თუმცა რაც შეეხება დაავადება საკმაოდ ისეთი პოლიტიკური ლაიტმოტივით გაზდევს დღესაც კი რუსები ამბობენ რომ ესო საქართველოში აშენებულმა ლაბორატორიებმა გამოიწვიეს. ანუ ხელოვნურად შექმნილი ვირუსია? ხო, ხელოვნურად შექმნილი შეიძლება იმდენად ხელოვნურად ეს ვერ შეიქმნებოდა უკვე არსებობდა ბუნებაში. მაგრამ აი სწორედ იქ მოხდა ამის კულტივირება და შემდეგ გავრცელება. ნუ ეს რა თქმა უნდა სასაცილო არის, იმიტომ რომ 2007 წელს განსაკუთრებით 2006 წელს პირველად აი დაავადების ნიშნები გამოჩნდა, მაშინ ასე საძირკველიც კი არ იყო ლაბორატორიის, აი ლუგარის ლაბორატორიაზე საუბარი არ არსებობდა, ასე რომ ნუ ეს მაგრამ აი დღესაც კი თქვენ ალბათ მოისმენთ ხოლმე რომ აი საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორია არსებობს და ისევ იმ თემაზე აპელირებ, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ბევრ ქართველსაც ნახავთ, რომელსაც აი სისულელი ბოდიში მანას სრული სისულელეს ჯერა, რომ ეს ლაბორატორია ავრცელებენ ეს ტრადიციას ხალხის გასამწარებლად და მე მახსოვს კოვიდის დროსაც იყო ამაზე. ხო, ნუ ყოველთვის არის საერთოდ არ ცოდნას ძალიან ბევრი ეს კონსპირაციული თეორიების არსებობა მოყვება რაღაცა, რომელიც სამწუხაროდ აი აგრარულ სფეროსაც აზიანებს ცხოველებსაც, სხვათა შორის არ მომწონს ეს ფრინველის გრიპი, ღორის გრიპი. ვაბრალებთ ყველაფერში ცხოველებს. ჩვეულებრივი გრიპი არა ის უბრალოდ იქიდან მოხდა მისი კულტივირება და დაარქვეს ეს სახელი, რა თორე არაფერი არაფერი კავშირი არ აქვს. ბატონ მიხეილ, ისეთ რამე გითხოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც ღორს დაუდასტურდება მართლაც ეს დაავადება? მოკლედ ისე ცოტა შორიდან დავიწყოთ საქართველოში სხვადასხვა მონაცემებით მაშინ აღრიცხვა ჯერ არ არსებობდა. სადაც 800.000-მდე ღორი იყო. ხო რომ აი როდესაც დაავადება გაჩნდა და ფაქტობრივად უცებ გაიარა, სადღაც 6 თვე მოუნდა მთელი საქართველოს ტერიტორიის გავლას. სადღაც 40-50.000-მდე ჩამოვიდა. ანუ ფაქტობრივად საქართველოში ღორი მოისპო. სამწუხაროდ ამას მოხვა ადგილობრივი ენდემური ჯიშების საკმაოდ რთული შედეგები, ანუ გადაშენების პირას არის ორი ადგილობრივი ჯიში ყავს არის კახური და სვანური. ნუ კახურზე კიდევ რაღაც აღდგენა მოხდა გარკვეულწილად სვანურზე მუშაობს აქ სამეცნიერო კვლევით ცენტრი და იმედია რაღაცას ამხრივად იქნება რაღაც წინსვლა. ნუ მოკლედ პრინციპში განადგურდა აბსოლუტურად ეს მიმართულება და ნუ ხა წარმოიდგინეთ თქვენ რამხელა ზიანი მიადგებოდა თვითონ სოფელსაც. ეცით არის მსგავსი რამ სოფლის დაცლასაც უწყობს ხელს, იმიტომ რომ იქ ის პროტეინები ხო ზამთარში უნდა გამოიკვება, რა ყველას ყავდა ხა მაგალითად რაჭა როგორ წარმოგიდგენთ ლორის გარეშე ვიღაცას ლორი არ ყავდეს და უცებ ეს ცხელიდან ეცლება, ანუ ფაქტიურად ესეთი დაავადება რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა და თან ახლა რაჭელი ვარ და მაგიტომ ხასოს წარმოშობით რომ ის არის რა ქვია ყველას ძალიან უყვარს რაჭა კულტურის დიდი ის არის რა ქვია ხო ეს სავიზიტო ბარათი და ბოდიში შეკითხა გამახსენეთ იმიტომ რომ სხვა შეკითხვა იყო ის რომ როდესაც ღორს დაუდასტურდება ეს ჭირი რა ხდება შემდეგ ანუ რა და ამ შედეგებიდან გამომდინარე მოკლედ ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დროს გახლავთ ის რომ ღორი უნდა იყოს იზოლირებული არ არსებობს მისი არც სამკურნალო რაიმე პირიქით ერთ მნიშვნელოვნად ღორის მკურნალობა პირიქით უარყოფით შედეგების მომტანია, გგონია რომ გამოვაჯამრთელეთ, მაგრამ ის რჩება
რჩება დაავადების ბატონო მყარებლად. მიხეილ, შეგვიძლია რომ ეს ღორის აფრიკული ცხელება მივიჩნიოთ უკურნებელ დაავადებას? ეს არის უკურნებელი დაავადება ღორის. კი ბატონო. ის საერთოდ როგორც წესი 100% გვხვდება, თუმცა რომელიც გადარჩება ბუნებას აქვს თავის დაუწერელი კანონები, ესეთი აი უხეშად ვთქვათ 5% მაინც გადარჩება ყველა და ყველაფერი, იმიტომ რომ სიცოცხლე აუცილებლად იპოვის თავის გზაზე და ყველა ინდივიდი არის განსაკუთრებული, არ არსებობს ორი ერთნაირი ფოთოლიც ალბათ. გაგიგიათ, ამიტომ სიცოცხლე ყოველთვის იპოვის გზას, რომელიც გადარჩეს, მაგრამ ის ღორი, რომელიც სავარაუდოდ გონია რომ გადავარჩინეთ, ის მყარებელი რჩება და უარესიც არის, ის შემდეგ დაავადებას ავრცელებს და ასე ვთქვათ უარესი არის. ამიტომ ყველა ერთადერთი ვარიანტი ღორის შენახვის გახლავთ ის რომ უნდა იყოს ჩაკეტილი, მაგრამ რაც შეეხება თვითონ საქართველოს ეს დააღნიშნული დაავადება, როგორც უკვე გითხარით, არის აფრიკული, ეს არ არის ქართული დაავადება, ამიტომ სწორად მოქცევის პერიოდში დაავადება შეიძლება ადვილად იქნას გაკონტროლებული კი არა, შეიძლება აღმოფხვრილიც კი, იმიტომ რომ დაავადებას ავრცელებენ ძირითადად ტკიპები, ოღონდ ის არა ჩვენ რო ვიცით. ეს რომ ეწებება ეს ცოტა სხვანაირი ტკიპებია, რომელიც საქართველოში არ არის, ტკიპები რომელიც ღამე ეკბენს და დილით იმალება შემდეგ ესეთი ის არის არ რჩება კანზე ეს მოუბატას ტიპი რომელიც ძირითადად აფრიკაშია გავრცელებული ეს საქართველოში არ არის საქართველოში არ არსებობს ასევე ისეთი დიდი პოპულაცია გარეული ღორებისა სადაც შეიძლება დაავადება ცირკულიროს ამიტომ არის მისი სწორად ქცევის შემთხვევაში არის დაავადების გაკონტროლების საკმაოდ მარტივი გზა ეს არის რომ ღორების აი გადაადგილება არა მხოლოდ ღორის ფოტოშორის აი ესე რო გინახავთ საქონელი პირდაპირ გადაყავთ ესე მანქანით არც ღორი არც ესე არ უნდა გადაადგილდებოდეს ყოველთვის უნდა ხდებოდეს მათი შემოწმება გადაადგილების წინ და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეს ფაქტორი რომელიც შეიძლება დავდო გარდა ტკიპისა და აღნიშნეთ რომ საქართველოში არც არსებობს ეს ტკიპა გადამდები რა გზები არსებობს ამ საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე კი, ბატონო, ადამიანები აი მაგალითად ყოველთვის შემთხვევა გქონია რომ როდესაც ახალი იყოს დაავადება ქვეყანაში, ერთ-ერთ ღორს რო დაემართებოდა, მთელი სოფელი მიდიოდა სანახავად და მე სახლებში მიქონდა ფეხით. ანუ მექანიკური გადამტანები ხდება ხოლმე ადამიანი, ამიტომ აუცილებელია რომ თუ ვინმეს აქვს ეს თუ ვინმე ფიქრობს რომ ღორთან რაიმე ურთიერთობა უნდა ქონდეს, მაქსიმალურად უნდა დაიცვას ეს ბიოუსაფრთხოება ელემენტარული რომ იქ სხვა არავინ შევიდეს. იქ მომვლელიც კი იცი რა ყველაფერს სჭირდება ეს მარტო ღორს არა. იქ სხვა ტანსაცმლით უნდა იმუშაო პირუტყვთან და სხვა ტანსაცმლით უნდა იარო გარეთაც. სად მიდის შემდეგ ეს დახოცილი პირუტყვი? რამდენად კონტროლდება ეს? ან ჩვენი ბაზარი რამდენად არის დაცული ამ მიმართულებით რომ შესაძლოა დახლებზე არ აღმოჩნდეს შემდგომ? აი ახლა მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვან თემასთან, სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ის ღორი რომელიც მოკვდა არ უნდა აღმოჩნდეს დახლზე. კი ბატონო. და ეს ღორი ყველაზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე იმ სავაჭრო ობიექტებზე რომელიც არ არის რეგისტრირებული და აი ესე გარეთ ქუჩაში ჩამოკიდებული გოხტათ რომ ყიდიან. სწორედ მაგიტომ არასოდეს არ უნდა შევიძინოთ ხორცი იქ, სადაც ის არ უნდა იყიდებოდეს, აქ თქვენს სტუდიაში ბევრჯერ მithქვამს. იქ სადაც არ არის შესაბამისი პირობები და არ არის შესაბამისი ინფორმაცია. თქვენ რომ მიდიხართ მაღაზიაში, განსაკუთრებით ქსელურ მაღაზიებში, იქ ყოველთვის არის ხოლმე სამი თუ სწორად მახსოვს, ორი. ერთი არის იმაზე რა ვქია, ცოცხალ ცხოველებზე, ორი მე ძველი საბჭოთა ის არის, ეხლა სხვა დოკუმენტებიც არსებობს, თუმცა ნუ ესე დავარქვათ, იქ აუცილებლად უნდა არსებობდეს შესაბამისი და ეხლა მაგალითად ბეჭედიც ხო უნდა ქონდეს. ბეჭედიც უნდა ქონდეს, მაგრამ ბეჭედი შეიძლება ყველა ნაწილზე არ ქონდეს, იქ რამოდენიმე იმაზე ერთება. თუმცა ის საბუთი თუ სად დაიკლა, საიდან არის წარმოშობით, ღორი აუცილებლად უნდა. შენახვის ტემპერატურები. იცით რა არის ხო, ეტიკეტიც მოყვება ხოლმე, ეტიკეტი არის ჩვენი მეგობარი. ჩვენი როგორც მომხმარებლების მეგობარი. ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ გავერკვიოთ რა ვსყიდულობთ. რაც არ უნდა იყოს, გინდა ის იყოს ხორცი და განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომელიც მაღალი რისკის არის, ასევე ბრინჯი და სხვა პროდუქტები. ყველაფერს უნდა გავეცნოთ ბოლომდე და ეს არის ჩვენი თავდაცვის ერთადერთი იარაღია სიმართლე, იმიტომ რომ ეხლა იქ ყველას ეხლა იგივე ცოდნა ვერ ექნება, როგორც დაუშვათ ვეტერინარს ან სურსათის უვნებლობის სპეციალისტს. ამიტომ ის ინფორმაცია რაც არის განთავსებული, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. რაც შეეხება კონტროლს, კონტროლი ხორციელდება. ამას იცით რა არის სურსათის სააგენტო აკეთებს საკმაოდ
მე ვიტყოდი კარგად, იმიტომ რომ იქ რიგი ევროპული მიდგომები დაინერგა, დღესაც კი მიმდინარეობს ეს პროცესი, უამრავი ტვინინგ პროგრამები იყო, სწორედ ევროპელი სპეციალისტებთან ჩართულები ამ სისტემის აწყობაში, ასე რომ იქ სიტუაცია ნამდვილად არ არის სავალალო და ხო, რა თქმა უნდა, თუმცა არ არსებობს ქვეყანა, რომ ყველა მაღაზიაში ვიღაცა იდგეს ეს გამორიცხული, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არ არის ეს ის რომ რა ქვია რაღაცა ინტრიგანია და როგორ კარგი ნუ დარეკავთ რაღაცა ცხელხაზე და ნუ იმას იზავთ რა ქვია რახან არაკომფორტულად გძნობთ თავს უბრალოდ მაღაზიის გამყიდველს მაინც უთხარით ან მაღაზიაში შეეტყობინოს ხო შეიძლება თვითონაც მოუვიდეს შეცდომა რაღაცა რეაგირება ყოველთვის უნდა მოახდინოთ რა თუ ეს კი არა უნდა ჩათვალოთ რომ ეს თქვენი ვალია ბატონო მიხეილ გარდა ადგილობრივი თქვათ ღურისა და არა მხოლოდ ცხოველისა ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ იმპორტულად შემოდის ხორცი საქართველოში და ცხოველიც აი ამაზე რა შეგვიძლია ვთქვათ საქართველოში კვერცხის გარდა ცხოველურ პროდუქტებზე ლაპარაკობ და თაფლის გარდა პრაქტიკულად შეიძლება 70-80%-ის უშემოდის. ეს და აი ამ შემთხვევაში დაავადებებზე როგორც ვეტერინარს რა შეგიძლიათ რომ გვითხრათ? ნუ ახლა თავის წესი აქვს შემოტანას. ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მოკლედ. თავის წესი აქვს შემოტანას, იქ ყველა ნებისმიერ ქვეყანიდან ვერ შემოიტან, იქ გარკვეული დათქმები, იქ ტარდება ინსპექტირება, რომელსაც უსაერთო სააგენტო აკეთებს, ეს ცალკე თემა ალბათ მათ გაეზობროთ ჯობია. ასე რომ თვითონ ეს პროცესი არის სულად გამჭვირვალე. და სწორედ იქ რჩევა ხოლმე, იქ ხდება ხოლმე შერჩევა და ამიტომ მე როგორც ვფიქრობ, მაქსიმალურად ვცდილობენ რომ მსგავსი რამ თავიდან იქნას ასჭირებული, თუმცა ჩვენი ძირითადი მომწოდებელია რუსეთი და უკრაინა, სადაც აღნიშნული დაავადება არის დაფიქსირებული, შესაბამისად გარკვეული რისკები არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შესაბამისი ინსპექტირება ხორციელდება, რომელიც ამ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. არ მოგვერიდოს მწვადის ჭამის. კი ბატონო და ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე რომ რაღაცნაირად ამ მიმართულებით მშვიდად და უსაფრთხოდ ვიყოთ და გქონდეს ბევრი ინფორმაცია. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და მე მგონი ნამდვილად ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კი ბატონო და საინტერესო დილაც მთლიანად რომ შევაჯამოთ ჩვენს მაყურებელს წარმატებული მშვიდობიანი პოზიტიური დღე უნდა გუსურვოთ.